უკვე მეორე დღეა გამოხმაურებების თემა ევროკავშირის ელჩის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისთვის გაგზავნილი სკანდალური წერილი. მედიაში გავრცელებული წერილით ირკვევა, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება ბრიუსელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის რეზონანსულ განცხადებამდე 5 თვით ადრე მიიღო. მიმდინარე წლის 5 ნოემბრით დათარიღებული წერილით პაულ ჰერჩინსკი საგარეო უწყებას ატყობინებს, რომ რეგიონულ პროგრამებში საქართველოს დაფინანსება შეუჩერეს, თუმცა სკანდალურია წერილის ის ნაწილი, სადაც ევროკავშირის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო. 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი ყობახიძე გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ წყვეტდა ევროკავშირთან ყოველგვარ ურთიერთობას. ეს კარი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან არის ღია, შიგნიდან ჩაკეტა ივანიშვილმა. ამიტომ ივანიშვილს უნდა წავართოთ ეს გასაღები, გავხსნათ კარი და გავაგზავნოთ გზა ევროპისკენ. ეს არის ძალიან მარტივი და ეს იკითხება მათ შორის ბატონი ელჩის განცხადებაში. დღეს რო კარები კვლავ ღია, იმ კარზე ამბობენ, რომ ეს ჩვენ მაისში დაგვიხურესო და ნოემბერში მაგიტომ გამოვედით მაგის სათქველათო. წარმოიდგინეთ, რადგან სიგიჟესთან გვაქვს საქმე. დღესაც ეს კარი არის ღია და გეუბნები, რომ თუ გაატარებს სწორი პოლიტიკურ შინაარსს, ამ კარში შეგიძლია შეხვიდე და შენი ერი გაიყვანო კეთილდღეობის და მშვიდობის სფეროში, სივრცეში. სამწუხაროდ, ეს კარი არის ცალმხრივად მიჯახუნებული ქართული მხრიდან და არა ევროპული მხრიდან. თავიდანვე ცხადი იყო, თავად ევროკავშირმაც განაცხადა, რომ სწორედ ევროპული საბჭო იყო, რომელმაც თავად ბრიუსელმა გაყინა ურთიერთობები საქართველოსთან. გაყინა ურთიერთობები, გაყინა ფორმატები და შემდგომ მიზეზს ეძებდა, რომ ეს რაღაცნაირად გაემართლებინა და ეს ამ მიზეზად მათ დაასახელოს 28 ნოემბრის პრემიერ-მინისტრის განცხადება ისევ საკუთარ ნაბიჯებზე, საკუთარი სტრატეგიული გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადააბრალეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც ერთადერთი რაღაც თქვა, რომ ის არ აპირებს შანტაჟის საგნად აქციოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. კიდევ ერთი დასტური არის თუ რა პოლიტიკური ენერგია და ფული ხარჯება საქართველოში ცრუ ნარატივების დასამკვიდრებლად. და ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი იყო თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. და ამ წერილმაც თავად უკვე დაადასტურა და ეს არის საკუთარი თავის მხილება ბრიუსელის მხრიდან, რომ სინამდვილეში ეს პროცესი შეაჩერა 2024 წლის ივნისში თავად ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობა მოითხოვა ბრიუსელის მხრიდან მისი ფინანსების საქართველოში დახარჯული თანხების გასაჯეროება. ვერ გვაპატიეს ქართველებს, რომ როგორ გავბედეთ, რომ ჩვენ ქვეყანაში ბრიუსელი ფულს ხარჯავს, ევროკავშირის საელჩო ფულს ხარჯავს და როგორ გავბედეთ ქართველებმა, რომ მოვიკითხეთ, რომ იქნებ გითხრათ, აბა რაში ხარჯავთ ფულს, რა მიზნებს ემსახურება ამ ფულის ხარჯვა და ეს ვერ გვაპატიეს, რომ ქართველებმა ჩვენს ქვეყანაში მოვიკითხეთ, რაში იხარჯება ფული. ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ იმ ღირებულებით უკუსვლას, რომელსაც ბრიუსელი განიცდის და ჩვენი მოწოდება სწორედ ეს არის, რომ დეზინფორმაცია როგორც პოლიტიკური იარაღი უნდა უარყონ და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ბრიუსელისთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებას.